იმპერიაში ქრისტიანთა დევნა მე-4 საუკუნის დასაწყისში. მესამე, პერგამონის ეკლესია. ნახეთ აი მე ჩამოწერე თავარი სახასიათო, შეგიძლიათ ფოტო გადავუღოთ, რომ თქვენ გქონდეთ, თქვენ პირველისთვის იყო პირველი სიყვარული, რაზეც უფალმა ისინი გააფრთხილა რომ მიატოვეს პირველი სიყვარული, სმირნაცის იყო რა? დევნა და მოთმენა თვით სიკვდილამდე. მეორე და მესამე არის პერგამონის ეკლესია, რომელსაც წერს. დავიკითხოთ ესეც. ხოლო პერგამონის ეკლესიას მისწერე ამას ამბობს ორლესული מחვილის მქონე. დაუკვირდით ყველაფერს. ნახეთ, პირველივე ხაზში ამბობს ამას ამბობს ესა და ეს. აი სმირნას მაგალითად ეუნება ამას ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც თავადაც მკვდარი იყო და გაცოცხლდა. იმიტომ რომ სმირნას სიკვდილი ემუქრება, ხომ? და ქრისტე ეუნება რომ მე ის ვარ, რომელიც მკვდარი მე თვითონაც ვიყავი. ამიტომ ვიცი თქვენი გაჭირვება, თქვენი სიკვდილის შიში. ნახე მე პერგამონს რას წერს? მე ვარ ის ამას ამბობს, ვისაც ორლესული მახვილი აქვს. ორივე მხრიდან გალესული მახვილი. რას ნიშნავს, რომ რაღაცეები უნდა გაიყოს უკვე ერთმანეთისგან. რაღაცეები ხდება პერგამონის ეკლესიაში, რომელიც შეუთავსებელია ერთმანეთთან. და ქრისტე ამბობს, მე გავყოფ ამას ერთმანეთისგან, თუ თქვენ არ გამოსწორდებით. ვიცი რომ ცხოვრობ იქ, სადაც სატანის ტახტია. მაგრამ მტკიცედ გიფყრია ჩემი სახელი და რო არყავი ჩემი რწმენა თვით იმ დღეებში, როცა თქვენ შორის, სადაც სატანა მკვიდრობს, მოკლეს ანტიპა, სარწმუნო მოწამე ჩემი. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგან ყავს მან ზოგიერთნი ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს სასტური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კეფთათვის შენაწირი და ემრუშად. ასევე შენც ყავს ნიკოლაელთა მოძღვრების მიმდევარნი, რომელიც მე მძულს. მას შეინანე, არადა მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთან מחვილით. ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. ძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცევ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის მიმღების გარდა. პერგამონი, ნახეთ, დღეს არის პერგამონი, დღეს არის თურქეთში, მისი ნანგრევები არსებობს და ბერგამა ქვია ამ ქალაქს და რას ეუბნება, ყველაზე უცნაური და საშინელის რაც არის, რა არის, რასაც ეუბნება, იქ ცხოვრობ შენ, სადაც არის სატანის ტახტიო, ამას ეუბნება. სატანას აქვსო თქვენს ქალაქში ტახტიო. პერგამონი სატანისტური ქალაქი ამ გაგებით კი არ იყო. იყო განვითარებული ქალაქი, ძალიან კეთილდღეობაში მცხოვრები ქალაქი. ქონდა უნივერსიტეტი პერგამონს იმ დროს. უნივერსიტეტი. ქონდა ბიბლიოთეკა, რომელიც თავარი მეტოქე იყო ალექსანდრიის ბიბლიოთეკის 200,000 წიგნი ქონდათ იმ დროს პერგამონის ბიბლიოთეკაში. ესმით? განვითარებული ქალაქი იყო იუდეველთა სინაგოგა, რაც ცნობილია და იყო ძალიან გავრცელებული კეფთაყვანისცემა, რომაული და ბერძნული ანტიკური ეს წარმართული სარწმუნოება და იყო კულტი ასკლეპიოსის, ეს ასკლეპიოსი იყო მედიცინის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში და პერგამონი იყო ცნობილი, რომ პერგამონში მოიგონეს. ნახეთ წიგნებთან როგორ ახლოს იყვნენ, პერგამენტი იქიდან არის და სატანის საკურთხეველი იყო აი ეს. მე მაქვს აქ ფოტო, თუ ხედავთ მაგიდან. ეს არის ზევსის საკურთხეველი. ზევსი იყო მთავარი ღმერთი, ხო, მათ სარწმუნოებაში და ეს პერგამონი მთების თაზე იყო განლაგებული და მთის წვერზე იყო ეს ზევსის საკურთხეველი. დღეს სად არის იცით ეს? ბერლინში, პერგამონის მუზეუმში. გერმანელებმა დაშალეს და წამოიღეს 30-იან წლებში, გასული საუკუნის და ბერლინში პერგამონის მუზეუმში დგას. ეს არის საკურთხეველი, ტაძარი ფაქტიურად ზევსისთვის. და ამაზე ამბობს იესო ქრისტე, რომ ეს არის სატანის ტახტი. რადგან ყველა კერპის უკან დგას სატანა. ყველა კერპთაყვანისცემის უკან დგას სატანა. იმიტომ რომ ცრუ ღმერთები არის. ეს ხომ არ არიან ღმერთები. ნახეთ აქ რელიეფებია, სხვადასხვა ღმერთებია გამოსახულია და ამ კიბეზე ადიოდა ადამიანი და ზევსს სწირავდა მსხვერპლს.
აი ეს არის სატანის ტახტი და ვიციო რომ შენ მაინცო აი ამ გაჭირვებაში აი ამ გარემოს მიუხედავად რომ სულ გარშემო წარმართული სარწმუნოება იყო შენო მაინც მტკიცედ გიფყრიაო ჩემი სახელიო წმენა არ დაუკარგავთ პერგამონის ეკლესიას და თვით იმ დროსაც კიო როდესაც უკვე დაიწყო ხედავთ უკვე დაიწყო ქრისტიანთა დევნა ანტიპაო ჩემი სარწმუნო მოწამეო როცა მოკლესო თქვენს ქალაქშიო მაშინაც კი არ უარყავითო ანტიპა ცნობილი არის მოწამე ანტიპას ნიშნავს ერთი ყველას წინააღმდეგ აი ამ ბროტების წინააღმდეგ მაშინაც არ დაგითმიათ ჩემი სარწმუნოება მაგრამ ეხლა ხო საინტერესოა რა ბრალდებას უყენებს აი ამ პერგამონში მცხოვრებ ეკლესიას ის ამაქვსო შენს წინააღმდეგო რომ ასე პირდაპირო ართ მოფო სარწმუნოებასო მაგრამო დათანხმდი კომპრომისებზე წახვედი ისეთ რამეებზე რაც ანადგურებს თქვენს სარწმუნოებას და ამბობს რომ ბალაამის მოძღვრების მიმდევრები ყავსო ვინ იყო ბალაამი ეს არის ცნობილი ძველი აღთქმიდან მოსეს მეოთხე წიგში როდესაც ისრაელი შევიდა აღთქმულ მიწაზე მოაბის მეფეს უნდოდა მათი განადგურება წარმართ ტომს და ვერ მოახერხა პირდაპირ ბრძოლით მოიყვანა ეს ბალაამი იყო წინასწარმეტყველი ქურუმი ასე ვთქვათ იმ დროს ეს აღწერილია ბიბლიაში და დაწყევლეო ის ებრაელებიო ვერ დაწყევდა აბრაამ ამბობს ბალაამი რომ არ მაძლევს ღმერთი უფლებას რომ ჩემი პირიდან წყევლა ამოვიდეს ისრაელის დასაწყევლად და ვერ შეასრულა რაც არ უნდა შემაძლიოთ რაც სიმდიდრე ამას ვერ გავაკეთებ მაგრამ შემდეგო ბალაამაო ასწავლა ბალაკი იყო მოაბელთა მეფე ასწავლა მეფესო სხვა ხერხიო რითიც დაამარცხებდაო ებრაელებს ეს ხერხი იყო რა მოიწვია ებრაელები თავისთან და გაუმართა წვეულება ქეიფი დროს ტარება და საკუთარი ქალები ცოლება ჩერთო ებრაელებს და დაიწყეს ებრაელებმა წარმართული ცოლების მოყვანა და მე ხო იცით რომ კაცი როგორ ხანდახან გავლენის ქვეშ ექცევა ხოლმე ცოლისა და ამ წარმართა მოაბელმა ქალებმა ასწავლესო ებრაელ ქმრებსო კეფთაყვანისცემა უცხო ღმერთების თაყვანისცემა რიტუალები ორგიებში მონაწილეობა და მრუშობა გესმით აი იმ კეფთაყვანისცემლობა მხოლოდ კეფის თაყვანისცემა კი არ არის იმასთან მოსდევს რიტუალი ხშირად მრუშობა იქ ჩართული თქვათ ხორციელი რაღაცა ორგიებია იმაში ინტეგრირებული და ამის გამო აფრთხილებდა ღმერთი ებრაელებს რომ არ შეხვიდეთ კონტაქტში მათთან ვინც იმ მიწაზე ცხოვრობს და აი ბალაამის სასტური პერგამონში ზუსტად ეს იყო რომ ეკლესიამ დაიწყო ურთიერთობა ასეთი ურთიერთობა წარმართებთან დათანხმდა რაღაც რიტუალებს დათანხმდა რაღაცა თქვათ კერძს როცა ხვებს წირავდნენ ნაკერპავის ჭამა აგრძელული ჰქონდათ ქრისტიანებს მაგრამ დაიწყეს მე რა ჩვენ შევჭამთ იმ კერპის შეწირულ ხორცს და კომპრომისზე წავიდნენ რაღაცეებზე რაც ნენელა იზრდებოდა ჩავარდნენ თვითონაც ამ ცოდვაში ურჯულოებაში სიძვაში და მრუშობაში და აი ამაზე უნება ბალაამის საცდური არის შემოპარული თქვენში და გამოასწორეთ. და ასევე ნიკოლაელთა მოძღვრებაო. ნიკოლაელი ეს ძალიან კარგია რომ განმარტ. ნიკოლაელები ვინ იყვნენ? გადმოცემით ცნობილია რომ ნიკოლაოსი იყო ერთ-ერთი დიაკონი ეკლესიაში. და მან შემოიტანა ასეთი ცრუ სწავლება. უყურეთ, ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხანდახან ადამიანი მორწმუნეა, მაგრამ რუშობს. ხომ მოიცით ეს ჩვენშიც არის რომ და არ მიაჩნია რომ კაცო კაცი ვარ და რა მოხდა თუ ხანდახან ქალებში გავივლი. არ ვაშობა ისეთ ქრისტიანია, მაგრამ არ თulis რომ მრუშობა, სხეულით მრუშობა ცოდვა. ნიკოლაუსი სწორედ ამას ასწავლიდა. ეს იყო მისი ერესი რომ ის ამბობდა რომ სხეულით ჩვენ რას გავაკეთებთ? ამას სულთან და წმენასთან რა მნიშვნელობა აქვს? შეგვიძლია ვიმრუშოთ, დრო ვატაროთ, ვილოთოთ, რაღაცა გარყვნილებას სხეულით გავერთოთ, ვივიღოთ მონაწილეობა რაიმე ორგიებში ან თქვა რაიმე ესეთი, მაგრამ ჩვენ წმენასთან ამას რა კავშირი აქვს? იყო ასეთი სექტა იყო დოკეტისტები ვერ თქვა, დოკეტიზმი რას ნიშნავს? ისეთ რომ ესენი ამბობდნენ რომ ქრისტეს რეალურად კი არ მიუღია სხეული. არა,
ღმერთმა არ შეიძლება ეს დაცემული და ეს არასრულყოფილი სხეული მიეღო. ესეთი რამე არ შეიძლება. ეს ჩვენ მოგვეჩვენა, რომ ქრისტეს სხეული ჰქონდა. ეს სული იყო, რაღაც მოჩვენება იყო. და ამბობდნენ, რომ ამიტომაც ამ სხეულით ჩვენ რას გავაკეთებთ? კავშირი არ აქვს სულიერებასთან. და ასენიც, ნახეთ, მასაც ეფესოსაც და უკვე პერგამონსაც ეს ნიკოლაელთა მოძღვრება შეპარული აქვს და უკვე ვეღარ უძლებს ხორციელ სასტურს ვნებას და ამაზე აფრთხილებს მათ იესო ქრისტე. შეინან ეუბნება თუ არა და მოვალ და მე შევერკინები მათ ჩემი ბაგეების מחვილით. მე თვითონ დავსჯი და დავამარცხებ მათ თუ შენ არ უარყოფ. ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს, ძლეველს, ანუ ვინც გაიმარჯვებს ამაზე, მიუცემ საჭმელად დაფარულ მანანას. დაფარული მანანა რა არის? მანანა რა იყო? ზეციური პური, ხომ? ზეციდან ჩამოსული პური. ეს ზეციდან ჩამოსული პური ნიშნავს მომავალში რაც გველოდება, სრულად შევიტყვოთ ჩვენ იმას, გესმით? ზეციურ საკვებს, ანუ ქრისტესთან სიახლოვეს ნიშნავს. და მივცემ მას თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის მიმღების გარდა. ეს ძალიან საინტერესოა. ნახეთ, ჩვენ ვთქვით, რომ პერგამონი ძალიან განვითარებული, წარმართული ანტიკური ქალაქი იყო, ხო? ბერძნული სამყარო იყო ეს. ბერძნული სასამართლოებში საჯულებს ეს ძალიან განვითარებული სტრუქტურა იყო, სასამართალი ბერძნულ სამყაროში. ჰქონდათ ასე აი საჯულები როცა ისხდნენ სასამართლოში, მათ ურიგებდნენ ხმის მისაცემ ქვები. და როცა შემოატარებდნენ ურნას, მათ ეს ან შავი ქვა ჰქონდათ, ან თეთრი ქვა ჰქონდათ. შავი იყო დამნაშავე, თეთრი იყო განმართლებული. და რომელიც უნდოდა მას მსაჯულს თუ თვლიდა რომ განმართლებულია ის ბრალდებული, თეთრ ქვას ჩააგდებდა ურნაში. თუ თვლიდა რომ დამნაშავეა, შავ ქვას. და ბოლოს ნახავდნენ რომ თეთრი ქვები მეტია უფრო, ესე იგი გამართლებულია ბრალდებული, ხო? აი ამაზე ახსენებს. ეს თეთრი ქვა თქვენთვის ხომ ნაცნობია თქვენ ქალაქში. ხომ იცით თეთრი ქვა რომ გამართლებას ნიშნავს, რომ გაგათავისუფლეს სასჯელისგან. აი ვინც ძლევს ამას, ამ საცდურს, მივცემ მას აი ამ თეთრ ქვას. ჩემ წინაშე მართალი ივლისის გამართლებული იქნება. და თან ამ ქვაზე ეწერება ახალი სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა და ჩემ გარდა, ვინც მას ეს სახელი მისცა. ნახეთ? ანუ აი ეს სახელი რას ნიშნავს? უყურეთ, აი ჩვენ როცა ძალიან ახლოსა ვართ ადამიანებთან, უფრო ცოლ-ქმარს შორის ხდება მხოლოდ ეს, სხვა ასეთ არ არის. ცოლ-ქმარი ერთმანეთს რაღაც სახელს უწოდებს, ხო? ისეთ სახელს, რომელიც მხოლოდ მათ იციან. აი მოფერებით სახელს გულისხმობ მე, რომელიც იმ სახელს გამოხატავს, რაც მხოლოდ ან ქმარმა და ცოლმა იციან, სხვა არავინ. რატომ? იმიტომ რომ ამაზე ახლო არავინ არ არიან ერთმანეთთან, ხო? აი ამას ახსენებს ქრისტე. აი ვინც ჩემი ერთ გული იქნება ბოლომდე, ვინც ძლევს აი ამ ცოდვას, რაც პერგამონს ებრძვის, იმ ქვაზე ეწერება სახელი, რომელიც მე და მან ვიცით მხოლოდ. არავინ იცის მან რა გაიარა ჩემი სახელის გამო, მის და ჩემს გამო. ამას გვპირდება უფალი. გესმით? რატო არის ახლა ეს აქტუალური ჩვენთვის? ამიტომ რომ ჩვენ ეკლესიაში უნდა გავუფრთხილეთ ამ სიწმინდეს. ჩვენ არასდროს არაფერი არ უნდა შემოვიტანოთ ეკლესიაში, რაც არ ეკუთვნის ქრისტიანობას. რაც ბღალავს ქრისტიანობას, ხო? აი მაგალითად მე თვლი რომ შეუსაბამოა ეს ქრისტიანობისთვის. აი მაგალითად გავრცელებულია ჩვენთან ესეთი რაღაც ბოლო წლებში განსაკუთრებით გავრცელდა. ჩვენ ხართულები როგორი ადამიანები, როგორი ხალხი ვართ. ჯერ მივასკდებით რაღაცას და ხავგადაკრული ვაკეთებთ, მერე თუ მოგბეს და მერე აღარ ვაკეთებთ საერთოდ, ხო? ჯერ 90-იან წლებში დაიწყეს ჯვრის წერა, ყველა ჯვარს იწერდა და ყველა ჯვარს იწერდა და მერე 2 წელიწადში შორდებოდა ყველა ერთმანეთს და დაუფიქრებლად ვაკეთებდით. ახლა ეკლესიაში გავრცელდა ესეთი წესი. ადამიანები ქორწინდებიან და ჯვარს არ იწერენ. არიან ასეთები, აი ჩემს სამრევლოებშიც არიან ასეთები. დაქორწინდებიან ადამიანები, ყველა ულოცავს, ხო, მე სოციალურ ქსელებში შემხედრია, ეს გილოცავთ, ბედნიერები ყავით. ეკლესიის მრევლნი არიან, გესმით? მაგრამ ჯვარს არ იწერენ. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ღვთის წინაშე არ ახართ ცოლ-ქმარნი
და შტანდესამტის თუ მაჩის ბიუროს წინაშე ხართ ცოლქმარი? ხედავთ როგორი ის არის? აი შემოგვეპარა უკვე. ბოლომდე ერთგულნი არა ვართ ამის. კიდევ აი სხვა რაღაცებიც არსებობს, რაც ჩვენ აი მაგალითად თქვა, როცა ადამიანი კომპრომისზე მიდის რაღაცა ურთიერთობაში, თქვა, იმის გამო, ამის გამო და თქვა, იცის რომ ეს ეკლესიისთვის მეუღებელია. ჯობია ერთგულნი ვიყოთ ბოლომდე და მივიღებთ ამ დიდების გვირგვინს, როგორც პირდება იესო ქრისტე. მე მგონია რომ 7-ივე ეკლესიას ჩვენ დღეს ვერ მოვასწრებთ, რომ ბევრია, დავიღლებით ხომ ასე? მოდით მე 4-ს გავიაროთ და დანარჩენი 3 ბოლო შემდეგ შეხვედრაზე. ხომ ჯობია? მე მგონი ჯობია, ხო? იმიტომ რომ 1-7-ივე და ხო თეატრის ეკლესიაც გავიაროთ ერთ და ამით დავასრულოთ მე-4 ეკლესია და შემდეგ საუბარზე დანარჩენი 3 ეკლესია განვიხილოთ. ხოლო თეატრის ეკლესიის ანგელოს მისწერენ ამას ამბობთ ძე ღვთისა, ვისაც აქვს თვალნი როგორც ცეცხლის ალი, ფეხები კი მიუგავს ელვარე რვალს. ნახეთ, ახლა წინაზე ხო ამბობდა რომ რომელსაც მახვილი გამოდის ორლესული პირიდან, ახლა ამბობს ამას გეუბნებათ ის, ვისაც აქვს თვალები როგორც ცეცხლის ალები და ფეხი როგორც გავარვარებული რკინა ან თვითბერი. გავარვარებული, აი როდესაც გრდემლი რო გამოიღებს საბერველიდან, ცეცხლიდან და რო გავარვარებულია. რატო ამბობს ამას? აი იგივე ანდრია კესარელი გეუბნება რომ ცეცხლის ალი თვალი ნიშნავს რომ ცოდვილს წვავს, იმიტომ არ შეუძლია ცოდვილ ადამიანს თვალი გაუსწოროს სარწმუნოებას. არ შეუძლია, იმიტომ რომ დამწველია მისთვის ეს. მას ვისაც არ უნდა რომ ცოდვას განეშოროს. აი ხშირად ადამიანი მოდის ეკლესიაში და ვერ ჩერდება ეკლესიაში. რატომ ვერ ჩერდება? იმიტომ რომ ცოდვას თუ არ გამოშორდა, ქრისტეს თვალები როგორც ცეცხლის ალები ისეთია და ვერ უძლებს მის დანახვას ის. თუ ცოდვას არ გაშორდა. და ფეხები როგორც ელვარე რვალი. ელვარე რვალი იმას ნიშნავს რომ წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი ფეხი როგორ უნდა გავარვარდეს, ისე რომ არ დაიწვას. აი ეს რომ მისი ფეხები არის გავარვარებული ნიშნავს, ესე განგვიმარტავს ეკლესია რომ ღვთაებრივი ბუნება შეუერთდა კაცის ბუნებას და აიტანა ქრისტეს სხეულმა ეს შეერთება. ქრისტეში ხომ ღმერთი იყო და კაცი, ორივე ერთდროულად იყო, ხომ ასეა? სრული ღმერთი, სრული კაცი ქრისტეს პიროვნებაში. აი ეს ღვთაებრივმა არ გააუქმა კაცობრივი და არც კაცობრივმა თავისთავად როგორ გაუქმებდა ღვთაებრივს. აი ეს გავარვარებული ფეხები ქრისტესი ამას გვეუბნება ჩვენ. და რატომ გვეუბნება კიდევ ამას? ისიც რომ მან იცის კაცობრივი რას ნიშნავს. ესმით? როგორც დღევანდელ ეპისტოლეში იყო, მან იცის, თვითონ კაცი იყო ის. თვითონ გაიარა ეს კაცის სხეულში იყო აქ. და მან იცის ჩვენი გაჭირვებაც, ჩვენი განსასწრებიც, ამიტომ ესმის მას რა ხდება თეატრის ეკლესიაში. ვიცი შენი საქმენი, სიყვარული და რწმენა, მსახურება და მოთმინება და რომ შენი უკანასკნელი საქმენი უმეტესნი არიან ვიდრე პირველი. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ ის რომ ნებას რთავ დიაც იზაბელს წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი ასწავლოს და აცუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კეფთათვის შესაწირს ჭამდნენ, მივეცი დრო რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არინება სინანული. აჰა დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი, თუ კი არ მოინანიებენ თავიანთ საქმებს. სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი და მისი საქმისაებ მივაგებ თითოეულ მათგანს. ხოლო თქვენ და დანარჩენთაც, ვინც კი თეატრაშია, მაგრამ არ აღიარებენ ამ მოძღვრებას და როგორც თვითონ ამბობენ, ვერ უცნიათ სატანის სიღრმე, გეტყვით რომ აღარ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს. ხოლო რაცა გაქვთ, ეგითირთეთ ჩემს მოსვლამდე. ხოლო მძლეველს და ბოლომდე დამცველს ჩემი საქმისა მივცემ ხელმწიფებას წარმართებზე ბრძანებლობისას. რკინის კვერთხით დავმწყებსავ მათ და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან, როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამა ჩემისაგან და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს. ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. ნახეთ, თეატრის სამრევლოს ამბავს, ეკლესიის ამბავი რომ გავიგოთ, ისევ აქაც წარმოვიდგინოთ
გავიხსენოთ თეატირა რა ქალაქი იყო. თეატირა იყო ერთ-ერთი ცნობილი და უმდიდრესი ქალაქი იმ დროს. რატომ? იქ იწარმოებოდა მეწამული ქსოვილი. აი მეფეებს რომ ეცვათ წითელი, ხასხასა წითელი მეწამული ქსოვილი, ხო? მეფის მოსასხამი. შემდეგ ეკლესიაში მანტია ჰქონდა ხოლმე ეპისკოპოს მღვდელმთავარს, პატრიარქს წითელი მეწამული ქსოვილის. აი აქ თეატრიაში იწარმოებოდა ეს მოიპოვება ლოკოკინება გარკვეული ჯიშის ლოკოკინებისგან და ძალიან მცირედი მოიპოვება თითო ლოკოკინისგან და 1000-ობით და 10000-ობით უნდა შეაგროვო, გმერ დაჭყლიტო ეს და შემდეგ იმის დამიხედვით სიბნელეში აკეთებ თუ დღის შუქზე აკეთებ ან იისფერია, ან ცისფერია, ან წითელია ხასხასა. ეს იყო უძვირფასესი ფერი თავისთავად და შემდეგ ქსოვილი და მეფეთა სამოსი იყო. აი გახსოვთ ბისონი რო შემოსეს ქრისტეს ჯვარცმამდე, აი ეს იყო ზუსტად ეს წითელი რომ ვითომ მეფე ხარო დასცინოდნენ მას და ამას აწარმოებდა თეატრა, ამით დიდ ფული შედიოდა მასში, ჰქონდა წარმოება, ვაჭრობა, თქვენ იცით რომ ერთი სფერო როცა განვითარებულია წარმოების, იმას მიყვება სხვებიც, ხო? ნუ ხა ქსოვილი ჭირდებოდა, ქსოვილის მოპოვება, ფერის წარმოება, ამიტომაც სამეწარმეო ქალაქი იყო და ამით დიდი შემოსავალი ჰქონდათ მათ. და იყო დიდი კეთილდღეობა ამ ქალაქში. იყო როგორც სხვაგან ყველგან აქაც წარმართული კულტების მსახურება და თავარი რა იყო აქ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ ქონდათ მათ ესეთი გაჭირვება და რატომ დათანხმდნენ იმაზე, რაზეც დათანხმდნენ. ამათი ბრალდებაც რა არის? ნახეთ რა შეუნება? შენაო ნებას რთავო, სრულ წინასწარმეტყველ ქალს იზაბელსო, რომ შენს ეკლესიაში იქადაგოს სრულ სარწმუნოებაო და დააჯეროს და დაარწმუნოს ხალხიო, რომ კერპებს შეჭირონ მსხვერპლი და იმრუშონ და ეს არაფერი არ არის თითქოს. ანუ მათ ეკლესიაში გამოჩნდა სრულ წინასწარმეტყველი იზაბელი ქალი, შეიძლება პირდაპირ მას ერქვა, შეიძლება სიმბოლური სახელი იყოს მისი, რადგან ძველ აღთქმაში იყო ცნობილი ქალი იზაბელი, ეთქვით ეხლავე რატომ და ბრალდება ამათიც ეს არის რომ დათანხმდნენ რაღაც კომპრომისებს ისეც, რაც არ უნდა დაეშვათ საკუთარ ეკლესიაში. და რატომ? ამ თეატრაში, აი ამ მეწარმეთა ქალაქში იყო ამქარი, ხომ იცით რა არის? ხელოსანთა გაერთიანება, ამქარი. და ეს ამქარი რას ნიშნავდა, რომ შენ აუცილებლად აი ჩვენთვის ცნობილია რომ ეს რო ყავდათ რა ერქვა იმას ამ ამქრის ხელმძღვანელს. არა ამ ამქრის ხელმძღვანელს მეთაური ყავდა ამქარს თავისი და იყო წესდება, წესები და ამ ხელოსნები ყველანი ამ ამქარში შედიოდნენ. მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა ამ წარმართულ ქალაქში ამ ამქრებში ყველანი იყვნენ ამ წარმართული სარწმუნოების მიმდევარნი და ამ ამქარში თუ შეხვიდოდი, არა მარტო წარმოებაში იღებდი მონაწილეობას, არამედ მონაწილეობას იღებდი თავისუფალ დღეებში, ღვთისმსახურებაში, მსხვერპლის შეწირვაში, თქვათ, მათთან ერთად ამ დროსტარებაში, ამ ორგიებში, ამ კეიფებში გესმით და ქრისტიანები ამაზე უარს ამბობდნენ, ამ ამქრებში მონაწილეობას თავიდან. და ამიტომაც აი ამ კეთილდღეობას და ამ სიკეთეს აი ამ სამეწარმეო ქალაქში იყო მოკლებული იყვნენ ქრისტიანები. მაგრამ ნელ-ნელა დაიწყეს დათანხმება ამაზე და მათაც შეეპარათ ეს წარმართული სარწმუნოება ქრისტეს მოძღვრებაში. და ერთს რომ დათმობ, ხედავთ როგორ ხდება ნახეთ, ერთს რომ კომპრომისზე რო წახვალ, ერთს მეორე მოყვება, მეორეს მესამე მოყვება და უკვე ზღვარი აღარ აქვს ამ კომპრომისებს. იმიტომ ცოდვა შობს ცოდვას. შემდეგ ცოდვა კიდე ორ ცოდვას შობს და ასე მრავლდება. და მივიდნენ იქამდე რომ სრულ წინასწარმეტყველს უსმენენ ეკლესიაში, რომელიც ეუბნება მათ რომ მისაღებია მრუშობა, სიძვა, მონაწილეობა ამ კეთილდღეობაში და ეუბნება რომ სავსებით შეთავსებადია მათ სარწმუნოებაზე. იზაბელი იყო ძველ აღთქმაში ცნობილია, ესეთი ურჯულო მეფე ყავდა ააბია ისრაელის ებრაელებს და მან ფინიკიელი პრინცესა მოიყვანა ცოლად, რომელსაც ერქვა იზაბელი. და ამ იზაბელმა სამეფო სახლში შემოიტანა ჯერ აი ეს წარმართული რწმენა და თავის სახლში სამეფო სახლი თუ მოიწამლა ამითი, შემდეგ მთელი ერი იწამლება. და ამიტომ იზაბელია ის, ვინც შენს ყავს და უსმენ.
და მაგრამ ეუბნება რომ ამის ბოლოს სიკვდილია დავამხობ მას მის სარეცელზე თავისივე საწოლზე მოკლავ მას ამბობს ღმერთი გესმით იმიტომ რომ სახუმარო არ არის ღმერთი თუ მოწყალია და მობიერია სიკვდილით დასჯა შეუულია ღმერთს და ამბობს რომ დავხოცავ მის შვილებს პირდაპირ ბავშვების დახოცვაზე შეიძლება კი არ არის თქვა მაგრამ აი ამ სიძვით და მრუშობით და ურჯულოებით ნაკნავი საქმენი მათ შვილები და მათ მომავალი არ აყავთ დავხოცავ მე მათ შვილებს თუ არ შეინანებენ აფრთხილებს ეკლესიას ღმერთი ნახეთ აი განსაკუთრებით ევროპაში შუა საუკუნეებში რა მოხდა უზარმაზარი ძალაუფლება შეითავსა ეკლესიამ პაპებმა განსაკუთრებით აი ეს ეპოქაა ზუსტად აქ აღწერილი გესმით პაპები გახდნენ იმპერატორზე უფრო დიდები სამეფო ძალაუფლება ჰქონდათ მათ და მეფეებს და იმპერატორებს პაპები აკურთხებდნენ პაპები აძლევდნენ უფლებას ევროპაში გესმით აი ეს ეპოქაა ზუსტად და უამრავი წარმართული ცრუ ამ ქვეყნიური შეერია ეკლესიას და გაიყნა ეკლესია ამაზე აფრთხილებს იმიტომ რომ წესით რა ესაქმება ამ ქვეყნიურ სამეფოს ქრისტეს სამეფოსთან ხო არაფერი და თუ ამას შეითავსებს ამ ქვეყნიურ სამეფოს ქრისტეს სამეფო ანუ ეკლესია იმ წუთში მას მიყვება სხვა ცოდვებიც და ეს ჩვენ ვიცით ევროპაში ეკლესიაში რამხელა გარყვნილება და ცოდვით დაცემა იყო შუა საუკუნეებში ხო აი ამაზე ამბობს ქრისტე და მაგრამ აი ხარ ძალიან საინტერესო რომელიც ჩვენთვის იქნება ძალიან აქტუალური ხოლო თქვენო მაგრამ თეატრაში არსებობენ მორწმუნეებიც რომლებიც არ მონაწილეობენ ამაში ისევე როგორც ყოველთვის ეკლესიებში არსებობს 1, 2, 3 ან 4 კაცი შეიძლება მაინც დარჩეს ვინც ამბობს რომ არ არის ეგ სწორი რასაც აკეთებს ეკლესია შეიძლება მასა მორწმუნეების თანახმა იყოს რაღაცა ურჯულოებაზე და ცოდვაზე მაგრამ ყოველთვის რჩება ის სულიწმიდით გაბრძნობილი ხალხი ვინც ამბობს არა მასე კი არა ესეა სწორი და ამბობს იქაც არსებობენ თეატრაში და ქრისტე ამბობს მაგრამ თქვენო დანარჩენებსო თეატრაში მყოფებს ვინც არ აღიარებენ აი ამ ურჯულოებას და როგორც არ ამბობენ მათ არ შეუძვნიათ ეს სატანური სიღრმე აი ამ ცოდვით დაცემისო არ დაგისრებთ სხვა ტვირთს თქვენ არ გდებთ ბრალს ეუბნება ქრისტე ნახეთ ჩვენ ხო ვამბობთ ხოლმე ხანდახან აი მე ვqvamecnobdi ესეთ კაც ნაცნობი მყავდა ასეთი რომ ამბობდა რომ აი რომელიღაც ეკლესიის წევრი იყო და ამბობდა მაგ ეკლესიაში ეს ხდება ის ხდება და ამიტომ მე უნდა დავტოვო ეს ეკლესია და წავიდე სხვაგან უნდა გამოვეყო ამ ეკლესიაზე. საერთოდ წახვიდე მეთქი ვეკითხებოდი და აი სადღაც რომელიღაც ქალაქში არის რომელიღაც განდგომილი ეკლესია რომელიღაც ბერძნულიდან თუ სადღაც რომელიღაც სხვა ქვეყნიდან და იმათ შეუერთდებიო მეო და იქ თუ ვიქნებიო არ დამჯის ღმერთიო. და აქ რო დარჩე მეთქი საქართველოში თუ რომელ ეკლესიაზე ბრალსდებდა რა მოგივა მეთქი. საქართველოს ეკლესიაზე ამბობდა. ასე თქო არ მინდოდა თქმა მაგრამ წამომწდა. საქართველოს ეკლესიაში არ მოსწონდა რაღაცეები და უნდა გამოვეყო ჩვენ ეკლესიასო იძახდა და უნდა წავიდე სხვაგანო და იმიტომ რომ აქ თუ ვიქნებიო მე ჩამ სასჯელის ქვეშ ვარო მე ვუნებოდი კაცო შენ რაში გეხება ის შენ სახარება იკითხე უსმინე ქრისტეს სიტყვას შენ იცხოვრე თუ ვიღაცა რაღაცას სწოდავს შენ რა შუაში ხარ თავად ქრისტე გვეუბნება რომ ეს ასეა თქვენ ვინც ეკლესიაში ხართ მაგრამ არ იზიარებთ იმ შეცდომას რომელიც შეიძლება გქონდეს თქვათ ხო ეკლესიას თქვენ არ გდებთ მე ბრალს ამბობს ქრისტე თქვენ თავისუფალი სასჯელისგან მხოლოდ მტკიცეთ იფყარეთ ანუ დაიტოვეთ ის რაც გაქვთ და რა აქვთ რა არის ის რაც უნდა მტკიცეთ ვიფყროთ ქრისტეს სახარება წმინდა წერილი ესმით ამიტომ ეკლესიიდან გაქცევა კი არ არის პრობლემის გადაწყვეტა ისაა რომ ეკლესიაში დარჩე და მტკიცედ იფყრო ის რაც ჭეშმარიტია გესმით აი ეს არის ვაჟკაცობა, ეს არის უბრალოდ ქრისტეს მეომარი ასე იქცევა, გესმით? თორემ თუ წახვიდე სადღაც გადაიკარგე და ვიღაცას მეეკედლე, ამით რას მოიტანე? არაფერს. ქრისტეც ამას გვეუბნება, დარჩით მაგ თეატრის ეკლესიაში. მე ვაფრთხილებ მათ რომ გამოსწორდნენ, მაგრამ თქვენ დარჩით, თქვენ არ ახართ დამნაშავენი. თქვენზე არ იქნება სასჯელი, თქვენ შეინარჩუნეთ ის რაც გაქვთ. და მძლეველს, ანუ ვინც ასე მოიქცევა, ამბობს ქრისტე, მივცემ
ხელმწიფებას წარმართებზე ბრძანებლობისას. ანუ როგორც სახარებაშია, ვინცო ერთგული იქნება იმას, რასაც ვავალებო, ზოგს 5 ქალაქს ჩავაბარებ, ზოგ 10 ქალაქს ჩავაბარებ, მომავალ საუკუნეზე ლაპარაკობს. მას ექნება ბრძანებლობა ამ სამყაროში ამბობს ის. ანუ ქრისტე იმეფებს თავის მორწმუნეებთან ერთად, გესმით? ქრისტე როცა მოვა და გამოცხადდება მისი სამეფო და მისი მეუფება, მას წმინდანები ეყოლება გარშემო. მისი წმინდანები თანაზე არ იქნებიან მისი მეუფებისა. ამას ამბობს ქრისტე. როგორც მე მექნება ბრძანებლობა წარმართებს, ანუ მამა ღმერთმა ქრისტეს გადააბარა მსჯავრი დედამიწის ცხოვრებთან მიმართ, გესმით? ანუ სამყაროს ვინ განსჯის? იესო ქრისტე. ძეხვთისა, რატომ? რადგან ის თავადაც კაცი გახდა, კაცი ქმნა, ამიტომ ქრისტეს აქვს დავალებული სამსჯავროს გამართვა ამ ქვეყანაზე. ამიტომაც ქრისტე როცა იმეფებს თავისი დიდებით როცა მოვა, მასთან ერთად იმეფებენ წმინდანები მისი. ამას ამბობს, რომ აი იმ ძლეველს წილი იქნება ჩემს გვერდი, ჩემს მარჯვნივ, ამ ჩემს მეფობაში და კვერთხით, რკინის კვერთხით დამწყსავს წარმართებს და თიხის ჯურჭელივით დაიმსხვრევიან, როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამი ჩემისაგან და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს. ეს არის ძალიან საინტერესო. და ამით დავასრულოთ. მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს. ამას აი ნახეთ, აი რა მინდოდა მეთქვა. მე მაქვს აქ ეს არის კომენტარი აპოკალიფსის ანდრია კესარიელისგან. არსებობს ქართულადაც და არსებობს გერმანულადაც, გესმით? ეს ძალიან საინტერესო წიგნია და ძალიან კარგი მარტივი ადვილი ენით არის გერმანულადაც ნათარგმნი. ინტერნეტში არის ქართულად ანდრია კესარიელის აპოკალიფსის განმარტება, ორივე ქართულიც და გერმანულიც გქონდეთ და ძალიან მარტივად ეკითხება. აი ესე მუხლებით, ერთი მუხლი განმარტება, ძალიან კარგია. და ანდრია კესარიელი თავად წარმოიდგინეთ ეს წმინდა მამა თავად ამბობს, რომ ბევრი რამ აპოკალიფსში იმდენად საიდუმლო წიგნია, ორმაგად ან სამმაგად შეიძლება განიმარტოს. შეიძლება ეს იყოს, შეიძლება ეს იყოს. ამიტომ ჩვენ ესე ცალსახა პასუხი არ აქვს ბევრ რამეზე, მაგრამ როცა მოვა ეს დრო, შემდეგ მივხვდებით რა იყო თურმე ნაგულისხმული. ცისკრის ვარსკვლავი არის ბიბლიაში ნათქვამი ეშმაკზეც. როგორც ცისკრის ვარსკვლავს ეტოლებოდა ეშმაკი, რომ უნდა გატოლებოდა ღმერთს პატივში და დიდებაში და ეუბნება ესაია წინასწარმეტყველი წერს, რომ როგორც ჩამოემხე ციდან ცისკრის ვარსკვლავო და ჯოჯოხეთამდე ჩახვედი. გესმით? ცისკრის ვარსკვლავი სატანის სახელიც არის. და ამბობს, მივცემ ცისკრის ვარსკვლავს, ანდრია კესარიელი ამბობს, რომ შეიძლება გულისხმობს, რომ სატანაზე ბრძანებლობის უფლებას მისცემს მას, გამარჯვებულს. მაგრამ სხვა ადგილებში ცისკრის ვარსკვლავი თავად ქრისტეს სახელია. ცისკრის ვარსკვლავი და რატომ უყურეთ? ცისკრის ვარსკვლავი რა არის საერთოდ ასტრონომიაში? მზე როცა ამოდის, ცისკრის ვარსკვლავი ისევ ჩანს. ანუ მზის ნათელი და ბრწყინვალება ვერ აქრობს ცისკრის ვარსკვლავს. გესმით? ანუ ცისკრის ვარსკვლავი მზე არის ღმერთი და ცისკრის ვარსკვლავის ბრწყინვალება არის იესო ქრისტეს ბრწყინვალება. რომ ჩვენ მას ვხედავთ, მზესთანაც მიმართებაშიც კი ჩანს იესო ქრისტე როგორც ცისკრის ვარსკვლავი. და სანამ მზე ამობწყინდება ბოლომდე, ანუ მზის ბოლომდე ამობწყინება, რას ნიშნავს, რომ მოვიდა მისი მეუფება, ხომ? უკვე სატანის ხელმწიფება კაცობრიობაზე რომ საბოლოოდ დამარცხდება. აი მზე როცა ბოლომდე ამობწყინდება, მანამდე ცისკრის ვარსკვლავი იესო ქრისტე ჩანს და მას უნდა მივდიოთ ჩვენ. აი ვინც გაიმარჯვებსო, მივცემ მას ამ ცისკრის ვარსკვლავსო და კიდევ ერთი ცისკრის ვარსკვლავი ითვლებოდა რომის იმპერიაში იმპერატორთა ნიშანი იყო ცისკრის ვარსკვლავი, გესმით? ანუ ბრძანებლობის, ხელმწიფების ნიშანი იყო ცისკრის ვარსკვლავი იმპერატორების და ამბობს, რომ აი ვინც გაიმარჯვებს, მას ექნება ბრძანებლობის უფლება ქრისტესთან ერთად. ის იმეფებს ქრისტესთან ერთად. და იყვნენ 7 რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. ხო წერია 9 ნეტარებაში. აი ამ დამკვიდრებაზე ლაპარაკობს, რომ ქრისტე როცა ტახტს დაიდგავს და იმეფებს აქ, მაშინ ჩვენ მასთან ერთად
წილი გვექნება მის დიდებაში და მის სამეფოში. ეს არის თეატერის ეკლესიის მიმართ წერილი. მე მგონი დღეს საკმარისია ეს, ხო? და დანარჩენი აი ისევ გირჩევთ თქვენ რომ დაიწყეთ ნენელა წაიკითხეთ აპოკალიფსი თქვენს თითო თავი მაგალითად მე მომისმენია ბევრი მორწმუნისგან რომ აბსოლუტურად ვერაფერი ვერ გავიგვერთ. ამასთანაც მეუნებოდა ერთი ადამიანი რომელსაც წაიკითხა ჩემი რჩევით აი აბსოლუტურად ვერაფერი ვერ გავიგიო მეუნებოდა. აი ესე ვკითხულობდი და არაფერი არ მესმოდაო. და რატომ იცით? აპოკალიფსი რო გაიგოს ადამიანმა უნდა იცოდეს მთელი ბიბლია. იცით რატომ? აპოკალიფსის ტექსტში დაახლოებით 95% აი დაახლოებით არის ძველი აღთქმიდან ყველაფერი. აი რომელიმე წავიკითხოთ რომელიმე მუხლი, შეგვიძლია ძველი აღთქმიდან ნახოთ იგივე რაც ძველ აღთქმაში აღთქვა. ანუ რას გვეუბნება ეს რომ ბოლო წიგნი იმიტომაც არის აპოკალიფსის ბიბლიის რომ მთელი ბიბლია როცა გეცოდინებათ, მაშინ